საქართველოს საპატრიარქოს მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი, ქალკედონის უხუცესი მიტროპოლიტი ემანუელი, ადამაკისი ეწვია, სტუმარი უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარ ეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ მიიღო. მიტროპოლიტმა ემანუელმა მის უწმინდესობასა და უნეტარესობას მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის ძმური მოკითხვა გადასცა. სტუმარმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს პატრიარქად აღსაყდრება მიულოცა და თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი ეხებოდა კონსტანტინეპოლისა და საქართველოს ეკლესიებს შორის არსებული ურთიერთობების გაგრძელებას. შეხვედრის მონაწილეებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის დაჭრձალვის ცერემონია და ამ დღეს მსოფლიო პატრიარქის ჩვენს ქვეყანაში ვიზიტი გაიხსენეს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა შიო მესამემ ამ ვიზიტისთვის და თანაგრძნობისთვის მსოფლიო პატრიარქის მიმართ მადლიერება კიდევ ერთხელ გამოხატა. საქართველოს ეკლესიის მეთაურმა მისი პატრიარქად აღსაყდრების დღე და ამასთან დაკავშირებით მსოფლიო პატრიარქის მილოცვა გაიხსენა. დღევანდელი შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ შიო მესამის კონსტანტინეპოლში მომავალ ვიზიტს. შეხვედრას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, დეკანოზი არჩილ ხაჩიძე და სხვა სასულიერო პირები. Კენო მაღალ ყოვლადულ სამდელოისობაო ძვირფასო მეუფე ემანუელ მოგესალმებით დიდი სიყვარულით საქართველოს საპატრიარქოში და ესეთი პირველი შეხვედრაა ჩვენი ესე პირისპირ ჩემი ინტრონიზაციის შემდეგ და მე მოხარული ვარ აი ჩვენს მეუფეებთან ერთად რომ თქვენი ესეთი მაღალი სტუმრობა დღეს ერთის მხრივ ოფიციალურად წარმოადგენს მსოფლიო საპატრიარქოს, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ უკვე იმდენჯერ შევბადირო ვართ ერთმანეთს მეგობრულ ვითარებაში, რომ არის ასევე მეგობრული ესეთი განწყობის მქონე შეხვედრაც. რა თქმა უნდა ეს განსაკუთრებულ ელფერსზე ჩვენ შეკრება ჩვენ შეხვედრას თქვენთან და იმედებს იძლევა შემდგომი ძალიან თბილი და კარგი ურთიერთობებისთვის. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გთხოვოთ რომ მის ყოვლადუწმინდესობას გადასცეთ ჩემგან ჩვენგან თხოვნა მის წმინდა ლოცვებში მოხსენიების. ჩვენ ძალიან ვაფასებთ მისი ყოვლადუწმინდესობის და ასევე პირადად თქვენი ძალიან თბილ და ესეთ ამაღლებულ დამოკიდებულებას კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ხსოვნისადმი და მის პიროვნებისადმი, როცა ის ცოცხალი იყო. რასაც თქვენ ავლენდით და მისი ყოვლადუწმინდესობა ავლენდა. და მინდა აღვნიშნო მისი ყოვლადუწმინდესობის განსაკუთრებული სიტყვა კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე. ეს სიტყვა ყველამ აღნიშნა, როგორი ნამდვილი ძმური სითბოთი და სიყვარულით იყო გამსჭვალული და მადლიერებით და პატივისცემით. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მძიმე თვეები იყო ეს მისი უწმინდესობის გარდაცვალების დღეები და შემდეგ მის გარეშე ჩვენი ეკლესიის ცხოვრების გაგრძელება. და აი ღვთის წყალობით მოხდა ჩემი გამორჩევა კათოლიკოს პატრიარქად და მინდა გავიხსენო და არასდროს არ დამავიწყდება მისი ყოვლადუწმინდესობის მოლოცვის სიტყვები, რომელმაც საჯაროდ დაადასტურა, რომ ეს იყო ღირსეული გამარჯვება და მოგვილოცა ყველას ჩვენ. ძალიან დიდი მადლობა თბილი მიღებისთვის. ჩემთვის ყოვლადუწმინდესობის წარმომადგენლისთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებს რომ გადმოგცეთ მისი უწმინდესობის ძმური მოკითხვა და საუკეთესო სურვილები. საქართველოში ჩამოვედი ორმაგი სიხარულით, რომ მოგილოცოთ თქვენ კათოლიკოს პატრიარქად არჩევა. მე მინდა ხაზი გავუსვა ორი საპატრიარქოს, კონსტანტინეპოლის საპატრიარქოსა და საქართველოს საპატრიარქოს ახლო ურთიერთობას. ეს არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის დატოვებული მემკვიდრეობა. თქვენს არჩევას, გამორჩევას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად ჩვენ ვაფასებთ როგორც ძალიან დადებით მოვლენას, რაც საფუძველი იქნება იმ საუკუნოვანი 10 წლეულების განმავლობაში არსებული ურთიერთობების გაგრძელებისა, რაც არსებობს ამ ორ ეკლესიას შორის. მისმა ყოვლადუწმინდესობამ გამომგზავნა რომ გადმოგცეთ ეს გზავნილი.
და ეს შეტყობინება გელოდებით თქვენ დიდი სიხარულით. თავად მისი ყოვლად უწმინდესობა ძალიან უჭერს მხარს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს ურთიერთობა, რაც არსებობს ჩვენს ეკლესიებს შორის, გააგრძელდეს. ქალკედონის მიტროპოლიტ ემანუელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა შიო მესამემ საჩუქრები უსახსოვრა. სტუმარს ასევე გადაეცა მსოფლიო პატრიარქისთვის განკუთვნილი საჩუქარი. ქალკედონის მიტროპოლიტმა ემანუელმა შეხვედრის დასასრულს საქართველოს ეკლესიის მეთაურთან, წმინდა სინოდის წევრებსა და სხვა სასულიერო პირებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღო. საქართველოს საპატრიარქოს მოგვეხსენება ყველას, რომ ძალიან თბილი და ძმური ურთიერთობა აქვს მსოფლიო საპატრიარქოსთან. დღევანდელი ვიზიტი მღვდელმთავრისა მიტროპოლიტი ემანუელსა სწორედ ამ თემებს შეეხებოდა, რომ ახალი პატრიარქის პირობებშიც ქართული ეკლესია და კონსტანტინოპოლის ეკლესია გააგრძელებენ ძმური ურთიერთობების ტრადიციას და მნიშვნელოვანი ნაწილი დღევანდელი შეხვედრისა დაეთმო მომავალ ვიზიტს, რომელიც კონსტანტინოპოლში უნდა შედგეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა. ამ ვიზიტის დაორგანიზების შესახებ ორივე მხარე იმუშავებს და როდესაც შეთანხმდება თარიღი, ამის შესახებ საჯაროდ გახდება ცნობილი. საქართველოს საპატრიარქოში სტუმრად იმყოფებოდა კონსტანტინოპოლის ეკლესიის წარმომადგენელი ქალკედონის მიტროპოლიტი, მისი მაღალყოლადო სამღვდელოესობა ემანუელი. იგი მიიღო მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა შიო მესამემ და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებმა. შეხვედრა გულთბილ ატმოსფეროში ჩატარდა და საუბარი შეეხო ეკლესიათა შორის მომავალ ურთიერთობებს.